მოგესალმებით. უკვე დროა დავიწყოთ ჩვენი პრაქტიკული ქმედებები და გავაკეთოთ რეკლამა Instagram-ზე. თუმცა, სანამ გავაკეთებთ რეკლამას Instagram-ზე, აუცილებელი არის რომ გადავიყვანოთ ჩვენი ანგარიში სტანდარტულიდან პერსონალური, ანუ პირადი ანგარიშიდან პროფესიონალურ ანგარიშამდე. ალბათ მოგეხსენებათ, რომ არსებობს ორი ტიპი Instagram-ის ანგარიშის, ეს არის პირადი, როცა ჩვენ გსურთ ჩვენი პირადი სურათების ატვირთვა, ესე ვთქვათ, ანუ პერსონალურად გამოყენება და არის ბიზნეს ანგარიში. ბიზნეს ანგარიში გამოიყენება როგორც წესი ბრენდის, ან ცნობილი ფიგურის, მოკლედ, შედარებით უფრო ფართო მასებთან ურთიერთობისათვის და ასევე რეკლამის გასაკეთებლად და პროფესიონალური ანალიტიკის მისაღებად. თავიდან ჩვენ რო რეგისტრირდებით, ჩვენ მოგვენიჭება როგორც წესი საწყის ეტაპზე პერსონალური ანგარიში. ბიზნესი შეიძლება მოგვენიჭოს, თუმცა უმეტესად პერსონალური არის ხოლმე. მოდით ახლა გადავიყვანოთ ჩვენი პერსონალური ანგარიში ბიზნეს ანგარიშზე. ამისათვის ჯერ ქვედა მარჯვენა კუთხეში დავაკლიკოთ აი ამ თვითონ გამოსახულებას, ჩვენ წინაშე იქნება ჩვენი Instagram-ის ანგარიში და ზედა მარჯვენა კუთხეში სამი ხაზი, რომელიც არის წარმოდგენილი, დავაკლიკოთ აი ამ სამ ხაზს. ამის შემდეგ უნდა ჩამოსკროლოთ ცოტა ქვევითკენ და უნდა ავირჩიოთ account tip and tools განყოფილება. დავაკლიკოთ აი ამ განყოფილებას და ჩვენ წინაშე უკვე იქნება ორი განყოფილება. account type, პროფესიონალური account-ი, ახალი პროფესიონალური account-ი შექმნა. ჩვენ შეგვიძლია პირველივე ავირჩიოთ switch to professional account და გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. შეგვიძლია უბრალოდ continuous დავაკლიკოთ, დავეთანხმოთ ყველაფერს აბსოლუტურად და უკვე უნდა მიუთითოთ ჩვენი პროფესიონალური account-ის ტიპი. აქ არის წარმოდგენილი ის მიმართულებები, რომლებიც საინტერესო იქნება, სავარაუდოდ, ესე ვთქვათ, ჩვენთვის. შეგვიძლიათ აირჩიოთ ის ტიპი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება იმ ბიზნეს account-ს ანგარიშს, რომელიც გნებავთ რომ თქვენ შექმნათ. მე მოდით ამ შემთხვევაში ავირჩევ მაგალითად პერსონალურ ბლოგს, თუმცა თქვენ შეიძლება product service მაგალითად აირჩიოთ ან ნებისმიერი სხვა რამე. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ product ნებისმიერი შეგვიძლია ეს თქვა ავიღოთ. დაღლაკს დავაკლიკოთ და უკვე ჩვენ გადავინაცვლებთ ნელ-ნელა შემდეგ ნაწილზე. აქ არის ორი ვარიანტი, კრეატორი და ბიზნესი. თუ თქვენ გაქვთ ბიზნესი, თქვენ ყიდით პროდუქტს, მომსახურებას, გაქვთ ბრენდი, გირჩევთ აირჩიოთ მეორე ვარიანტი. თუ თქვენ უბრალოდ ბრძანდებით public figure ეგრეთ წოდებული, ანუ საჯარო ადამიანი, გნებავთ რომ თქვენი პერსონალური ბლოგი შექმნათ, ან ხართ ხელოვანი და გნებავთ რომ უბრალოდ ნამუშევრები გააზიაროთ, შეიძლება პირველი ვარიანტი აირჩიოთ. რეკლამის გასაშვებად მე ვიტყვი რომ ამას გრანდიოზული მნიშვნელობა ჩემი აზრით არ აქვს, ეს უფრო account-ის დისტრიბუციისთვის არის მნიშვნელოვანი. მე ავირჩევ ერთ-ერთ ვარიანტს, რა თქმა უნდა, დავეთანხმები ყველაფერს აბსოლუტურად და უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ ესე იგი, ნოტ-ნაუს დავაჭერ ამ შემთხვევაში, რომ არ მოხდეს პირად Facebook-ზე, ესე ვთქვათ, ამ ყველაფრის გაზიარება და უკვე მოხდება ჩვენი პროფესიონალური account-ის setup-ი, ანუ დაყენება. შეგვიძლია მიუთითოთ სახელი, მე აქ ნებისმიერ სახელს ჩავწერ, ესე ვთქვათ, ეს ახლა არ არის მნიშვნელოვანი. მიუთითებ უბრალოდ ზოგად ინფორმაციას, უბრალოდ წინ წასვლის საშუალება რომ მომცეს, იმიტომ რომ მე public figure ავირჩიე, ესე ვთქვათ. პირველი ნაწილი უკვე გაკეთებულია. თქვენ შეგიძლიათ რომ შეავსოთ ასევე ყველა სხვა ვარიანტი, მე გამოვტოვებ აი ამ პროცესს, იმისათვის რათა დავზოგო თქვენი დრო და პრაქტიკულად ჩვენ უკვე გადავინაცვლეთ ეს ვთქვათ, ანუ შემდეგ ნაწილზე. ჩვენთან გამოჩნდა უკვე პროფესიონალურ account-ში, ჩვენთან გამოჩნდა სანატრელი professional dashboard-ი, რომელიც მითითებულია თქვენი ეგრეთ წოდებული ბიო განყოფილების ქვედა ნაწილზე. ეხლა არის უკვე მეორე ეტაპი. მეორე ეტაპი გულისხმობს თქვენი აი ამ Instagram account-ის დაკავშირებას თქვენს Facebook account-თან, ანგარიშთან. ეს პროცესი თქვენ შეიძლება უკვე გაკეთებული გაქვთ, მაგრამ მე მაინც გიჩვენებთ. ჩვენ შეგვიძლია professional dashboard განყოფილებას დავაკლიკოთ. აი აქ ჩაიტვირთება აი ასეთი განყოფილება. დავაკლიკოთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ აი ამ setting-ების ღილაკს და აი ასეთი განყოფილება თვითონ ეს ვთქვათ, ანუ ჩამოიშლება. აი აქ უკვე ჩვენ გვაქვს საშუალება რომ დავაკავშიროთ ჩვენი ანგარიში პირდაპირ ეს ვთქვათ, ანუ მეტასთან. ჩემ შემთხვევაში ეს დაკავშირებული არის უკვე, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ რომ დაკავშირება ის ღილაკს დავაკლიკოთ და მოხდება Facebook ანგარიშის დაკავშირება ჩვენს Instagram ანგარიშთან. ეს პროცესი ჩვენ მოგცემს საშუალებას იმისას, რომ ამ შემთხვევაში გავუშვათ რეკლამები პირდაპირ Facebook-იდან Instagram-ზე. ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ შეგვიძლია რეკლამის გაშვება როგორც
Facebook-იდან, ასევე Instagram-იდან. ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. საერთო ჯამში დიდი სხვაობა ჩემი აზრით ძალიან არ არის. თუმცა გარკვეული უნიშნულო ცვლილებები არის ჩემი აზრით. დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენი უკვე Instagram აკაუნტი არის პროფესიონალურზე გადაყვანილი, დაკავშირებული არის Facebook-თან და ჩვენ უკვე რეკლამის დაწყება შეგვიძლია ერთობლივად. დროებით და მომავალ შეხვედრამდე.